წლევანდელ კონცერტს რაც შეეხება ჩვენ ამის ირგვლივ ვართ რა თქმა უნდა პირველ რიგში ფოკუსირებული უთხრა ჩვენს მაყურებელს რომ რა თქმა უნდა ბევრი სიახლე ელოდება ძალიან ელოდება ახალი სახეებიც ახალი მუსიკალური იუმორისტული კომპოზიციები და აგრეთვე ის მათთვის ცნობილი საყვარელი ეგრეთ წოდებული ოქროს ნომრები რომელიც ამ წლების მანძილზე შეიქმნა და ძალიან უყვარს მაყურებელს და უხდება საიუბილეო პროგრამას ამ 25 წლის მანძილზე ჩემო მერაბ 25 პროგრამა გვაქვს გაკეთებული ქუჩის მუსიკოსებს 25-ს განუყოფელი ნაწილი და სოლისტი ბრძანდები შენ ერთ-ერთი უსაყვარლესი ჩვენი მაყურებლისთვის და რა არის დონ ბაზილიოს არიიდან დაწყებული ესე იგი ძაღლის ყეფითა და ინდაურის ხმით დამთავრებული ყველაფერი გაკეთებული სცენაზე. შენის თქვი მაყურებელი ყველაზე მეტად რას გამოარჩევს ხოლმე და რას აღინიშნავს? აი, კარგად აღნიშნე. ჩემო გია რომ ესე იგი მიუხედავად იმისა რომ ბევრი რამე მაქვს რა ვიცი სალამურზე უკრავ, ნამღერი მაქვს რაღაცა ესეთი საინტერესო რაღაცები კლასიკურიც მათ შორის. ცეკვა. ხო, ცეკვა მათ შორის. როიალზე დაკვრა და ასე შემდეგ. როიალზე უკრავ. ინდაური როგორ ყვოტია რაღაცები ეგ არის ყველაზე საინტერესო თითქოს ხოლმე ეს ხშირად გეკითხებიან პატარა ასაკის ესე იგი ბავშვებისთვის არის ხოლმე და რაც შემილი აღნიშნო ის არის რომ მე მყავს ძმა ლევანი რომელიც დღემდე ყველას გონია რომ არის ჩემი ტყუპი ხო და ნუ ყველა აი შენ ის არა ხარ ტყუპის ცალი ტყუპის ცალი და უკვე იმდენ ჯერ გავიარე ეს ამბავი რომ აღარ მეწინააღმდეგები და ვინმე მეოთხე ტყუპი ეს იმიტომ რომ კლონების ნომერი რო ქონდა სადაც შენ და შენი ძმა ერთად გამოდიოდით ერთადერთი ჩაცმული აი ესე აღიბეჭდა მაყურებლის მეხსიერებაში აღიბეჭდა აი ეგ საკმარისი იყო იმისთვის რომ მე ხოლმე ტყუპი საერთოდ აღარ მეწინააღმდეგები მე ყველაზე მეტად მომიწონა ერთად ვართ მე და მერაბი ბათუმის ბულვარში და ერთ-ერთი ხალბატონი აღარც ერთ აღარ გვიყვირს თქვენი ძმა რო არის ხო თქვენი ტყუპია 5 წლით უმცროსია ჩემთან შედარებით მაგრამ ტყუპია ხალბატონო ისიც მაყოფილი დარჩა აბაზოღი ბათუმზე გავახსენდა აჭარაში ყოველთვის მეკითხებიან ირა ფერაი მაღალი რომ პაწაი რომ ამწვალებს ირა მომწვალებს შენი და გუჯას დუეტი როა